თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა იმ ორგანიზაციების სია, რომლებმაც უნდა შეწყვიტონ თავიანთი ნორმატიული ფუნქციების შესრულება და ასევე შეამცირონ პერსონალი. ამ ორგანიზაციებს შორის არის ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტო, რომლის ზედამხედველობაში შედის საქართველოში მოქმედი რადიო თავისუფლება და ამერიკის ხმა. ჯამში 5 მედია კორპორაციის ზედამხედველობის ქვეშ არის 59 სხვადასხვა ენაზე ითარგმნება საინფორმაციო სააგენტოები, რომლის ზედამხედველობის ქვეშ არიან. ამასთან დაკავშირებით მედია სააგენტოების ხელმძღვანელობამ უკვე გააკეთეს კომენტარები რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა. განაცხადა, რომ ეს ასეთი ნაბიჯი არის დიდი საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის. მე წაგიკითხავთ სტივენ კაპუსის განცხადებას ამასთან დაკავშირებით. ირანელი აიათოლები, ჩინელი კომუნისტი ლიდერები და ავტოკრატები მოსკოვსა და მინსკში იზეიმებდნენ რადიო თავისუფალი ევროპა რადიო თავისუფლების დაცემა 75 წელიწადის შემდეგ ჩვენი მტრებისთვის გამარჯვების გადაცემა მათ გააძლიერებს და ამერიკას დაასუსტებს. რადიო თავისუფალი ევროპა რადიო თავისუფლების მდიდარი ისტორიის განმავლობაში ჩვენ ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობდით. დახურულ საზოგადოებაში მცხოვრებ 50 მილიონამდე ადამიანს, ვინც ყოველკვირეულად გვეყრდნობა ზუსტი ამბებისა და ინფორმაციის მისაღებად, უჩვენოდ აღარ ექნება წვდომა სიმართლეზე ამერიკისა და მსოფლიოს შესახებ. განაცხადა რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა. ასევე Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი ამერიკის ხმის დირექტორმა მიხეილ ჯაშუა აბრამოვიჩმა, რომლის თქმითაც ამერიკის ხმის 1300-მდე თანამშრომელმა მიიღო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ანაზღაურებად შვებულებაში, ადმინისტრაციულ შვებულებაში უშვებენ მათ. მათ შორის არის თვითონ მიხეილ აბრამოვიჩი. დღევანდელი ქმედება ხელს შეუშლის ამერიკის ხმას სასიცოცხლო მისიის შესრულებაში. ეს მისია განსაკუთრებით კრიტიკულია დღეს, როდესაც ამერიკის მოწინააღმდეგეები, როგორიცაა ირანი, ჩინეთი და რუსეთი, მილიარდობით დოლარს დებენ შეერთებული შტატების დისკრედიტაციისთვის ცრუ ნარატივების შესაქმნელად. მაშინაც კი თუ სააგენტო გადარჩება რაიმე ფორმით, ადმინისტრაციის მიერ დღეს განხორციელებული ქმედებები სერიოზულად დააზარალებს ამერიკის ხმის შესაძლებლობებს, ხელი შეუწყოს უსაფრთხო თავისუფალი სამყაროს ზრდას. ეს კი გამოიწვევს იმას, რომ ვერ დაიცავს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს. აღსანიშნავია ის, რომ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა კონგრესს, რომ ხელი შეუშალოს ამ პროცესს. ეს არის ნამდვილი ანტიუტოპია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ამჟამად წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს ისტორიული ორგანიზაციებისთვის. ჩვენ გამოვხატოთ სოლიდარობა ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს და მოვუწოდებთ კონგრესის ლიდერებს აღადგინონ ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტო, მანამ სანამ ყველაფერს გამოუსწორებელი ზიანი არ მიეყენა.